ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაბზონის შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს დარისპანის გასაჭირი წარუდგინა. სპექტაკლი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის. დასი ბათუმში სპეციალური დიპლომითა და პრიზით დაბრუნდა. დარისპანის გასაჭირის თანამედროვე ინტერპრეტაცია ტრაბზონის სახელმწიფო თეატრშია. შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრი სწორედ რეჟისორ გიორგი კაშიას მიერ დადგმული სპექტაკლით წარსდგა. თეატრის 157-ე სეზონის პრემიერა, რომელიც ბათუმში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, მაყურებელმა ტრაბზონშიც თბილად მიიღო. ამჟამად ალიკო განის სცენაზე ვიმყოფებით. ცოტა ხნის წინ ვუყურეთ ბათუმიდან ჩამოსული ქართული დასის სპექტაკლს. დარისპანის გასაჭირი. დარისპანის გასაჭირი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია და ჩვენ ახლახან ამ პიესის თანამედროვე ინტერპრეტაცია ვიხილეთ. ბათუმის დასის წარმოდგენით ჩვენი მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. დარბაზში იყვნენ მაყურებლებიც, რომლებსაც სპექტაკლის კლასიკური დადგმაც ჰქონდათ ნანახი. მათაც ძალიან მოეწონათ ეს ინტერპრეტაცია და დიდი კმაყოფილება გამოხატეს. თეატრი წარსდგა საერთაშორისო ფესტივალზე. ვფიქრობ, რომ საინტერესოდ წარმატებულად წარსდგა. მე მინდა მადლობა გადავუხადო აჯარის კულტურის სამინისტროს, რომ მოგცა ეს შესაძლებლობა, რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით და წარმატებები ვუსურვო ამ თეატრს. ორდღიანი ჩვენებები განსაკუთრებით თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის იყო დასამახსოვრებელი. ქართულ სცენაზე უამრავჯერ დადგმულმა დარისპანის გასაჭირმა თურქეთში მცხოვრებ მაყურებელში სულ სხვანაირი ემოცია აღწრა. დრამატულ განწყობებს იუმორი ენაცვლებოდა, შესაბამისად დარბაზის სიჩუმესაც შიგადაშიგ მაყურებლის სიცილი და ოვაციები არ ყვევდა. მოგეწონა, სპექტაკლი კაი იყო. ადრეს კიდევ ვიყავით, მაგრამ ეს ძალიან კარგი იყო, ძალიან მოსაწონებელი იყო. ხალხსაც ვხედავ როგორ მოწონდნენ. მალ-მალე ჩამოდით. ეს კიდევ ერთი გადადგმული დიდი ნაბიჯია ორ მეზობელ მეგობარ სახელმწიფოების კულტურულ ურთიერთობებში და რა თქმა უნდა ორი მოძმე ერების ურთიერთობების გაღრმავებაში და უფრო დაახლოვებაში. დიდი მსახიობები არიან ქართველები, რომელსაც შეუძლიათ ნებისმიერ სპექტაკლის, ნებისმიერ რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლის ხალხთან, მაყურებელთან გასაგებ ენაზე მიტანა. სპექტაკლი ძველი და ახალი თაობის მსახიობების სინთეზია. შედარებით გამოცდილ და უკვე დიდი გამოცდილების მქონე მსახიობებთან ერთად უცხოელი მაყურებლის წინაშე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც წარსდგნენ. ეს მე ასე ვთვლი, რომ არ არის მარტო ბათუმის დრამატული თეატრის ასე ვთქვათ წარმატება და სახე, არამედ ჩვენ დღეს თურქეთის რესპუბლიკაში სრულიად საქართველოს ქართულ თეატრს წარმოადგენთ. მიხარია, რომ ეგრე წარმატებით წავიდა სპექტაკლი. ძნელია, როცა უცხო ენაზე მიმდინარეობს სპექტაკლი, მაგრამ აბსოლუტურად ყველა აქცენტი და ყველაფერი სწორად იქნა გაგებული და ახმული მაყურებლის მიერ. ბათუმის დრამატული თეატრი ტრაბზონის შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა.